საქართველოს საზოგადოებამ არ და ვერ ჩააბარა რუსეთის მიმართ ლოიალობის ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვაა ეს გამოცდა სწორედ ასე უყურებს კრემლი, მოსკოვი, FSB, კონკრეტულად პუტინი დღეს საქართველოს და კონკრეტულად იმ საზოგადოებას რომელიც მოსკოვის აგენტის ბიზინა ივანიშვილის წინააღმდეგ გამოდის დღეს და ახლა ამ წუთებშიც კი საქართველოს მასშტაბით. Ვინც აპროტესტებს ივანიშვილის რუსულ მმართველობას, ვინც ჭრეთს, რას იზამს ბიზინა რუსი, უკვე საბამავლოდ რას უზამს ბიზინა რუსი საქართველოს. დიახ, ცალკე ივანიშვილი და ცალკე პუტინი, ან ორივე ერთად თუ გნებავთ ასე ვიტყვი, რასაკვირველია არიან გაბრაზებულნი ჩვენზე, გამწყრალნი ჩვენზე, ასე ვიტყვი მთლიანად ქართულ საზოგადოებაზე და გამწყრალნი არიან იმის გამო, რომ აკითხარით კიდეც ჩვენ ლოიალობის გამოცდა რუსეთის მიმართ და შესაბამისად ივანიშვილის მიმართ უბრალოდ არ და ვერ ჩავაბარეთ. გამარჯობა. მე ვარ ირაკლი ტაბლიაშვილი, ეს არის სწორი აზროვნება, ჩემი პროექტი ტაბლო მედიაზე. მე გირჩევთ, გთხოვთ, მოგიწოდებთ, გამოიწეროთ ტაბლო მედია, სწორედ ტაბლო მედია, რომელზეც უკვე არის ორი პროდუქტი. ეს არის ხსენებული სწორი აზროვნება, აგე ბანერიც არის სათანადო და მეორე არის hard ტაბლო, ინტერვიუები ჩემი მნიშვნელოვან და საინტერესო პერსონებთან. მე კი ვიწყებ ასე, თქვენის ნებართვით, ვიწყებ უკრაინის თემით და ჩემს აზრს გაგიზიარებთ, მოგახსენებთ იმ პროცესზე, რომელიც მიმდინარეობს ახლა არა ყველაფერზე უკრაინაში, არამედ მნიშვნელოვან საკითხებზე და იმ ომსა და მშვიდობაზე, შესაძლო ბრჭყალებში მშვიდობაზე, რომელიც დადგება უკრაინაში, თუმცა ჩემი ხმარწმენით ესეც ვერ მოხდება მიზეზთა გამო. ომის გაჩერების, უფრო სწორად შეჩერების ინიციატივით იცით თქვენ რომ გამოდის პრეზიდენტი ტრამპი. შეჩერება დავარქვათ ამას და არა გაჩერება. ოღონდ არავის უნდა შეექმნა შტაბ-ბიჭდილება რომ ომის ერთ-ერთი ფიგურანტი და რეალურად ის პერსონა, რომელსაც შეუძლია ომის გაჩერება, რომელმაც დაიწყო ეს ომი, ანუ პუტინი, ამ ომის გაჩერებაზე მაინც და მაინც თანახმა, მაინც და მაინც მომხრეა ომის გაჩერებისა, დასრულებისა, თუნდაც გაჩერება, შეჩერებისა. დიახ, რუსეთი, იცით თქვენ რომ წინ მიიწევს ერთი მიმართულებით, მეორე მიმართულებით, მესამე მიმართულებით, თუ გნებავთ ვიტყვი 7 ან 17 მიმართულებით, მეთქი რაც ასე არ არის, მაგრამ ერთ წამს ასე ვიტყვი, მაგრამ მეორე მხრივ ასევე 17 მიმართულებით, ან 15 ან 3 მიმართულებით იხევს უკან და ახლა ვერავინ ვერ იტყვის ასე ხიად რომ რუსეთმა გადამწყვეტ ოპერატესობას მიაღწია ფრონტის ხაზზე 1300, 1350, 1400 კილომეტრიანი ფრონტის ხაზია, იცით თქვენ ეს. და პუტინს რეალურად ობიექტურები ვიქნებით, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ჯერაც სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით ყოფნის რესურსი აი ამ დიქტატორ კაცს, რომ გაწელოს არა მხოლოდ ომი, არამედ ომის მიმდინარეობა დროითი თვალსაზრისით და ახლა მას ომის გაწელვა სწორედაც რომ აძლევს ხელს, როდემდე გაწელავსო, ამას იკითხავს მე, როდემდე გაწელავს ამ ომს, ვიდრე უკრაინა, მოდი ვიტყვი ასე, პუტინის აზრით, აი ამ ბოროტი პერსონის აზრით არ ჩამოიშლება. დიახ, ჩამოშლა უკრაინის ფრონტის ხაზისა არის პუტინის მთავარი მიზანი მოცემულ ეტაპზე და არა იმდენად დასრულება იმ შედეგებით, რომ გორის შედეგებითაც შეიძლება თეორიულად დასრულდეს, ან შეჩერდეს უფრო ზუსტი რომ ვიყო ომი უკრაინაში. და თუ ასე მოხდება, ანუ ჯერ ფრონტი და უკვე შემდგომ უკრაინა და ფრონტი თუ ჩამოიშლება, რასაკვირველია უკრაინაც ჩამოიშლება, მთლიანად უკრაინა ჩამოიშლება, რუსეთს ძალიანაც გაუიოლდება მთელი უკრაინის, ძალიან მნიშვნელოვანია ვიმეორებ, მთელი უკრაინის რუსეთის ფედერაციასთან მიერთება. ახლა
მე გაჩვენებთ ერთ კადრს, ერთ ფოტოს უფრო ზუსტი რომ ვიყო შლეგი პრეზიდენტისა, ანუ პუტინისა და მისი მონისა, მისი მონამორჩილისა, ლუკაშენკოსი, ეს კადრი გამოჩნდება ახლა, როცა რამდენიმე ხნის წინ, რამდენიმე წლის წინ ლუკაშენკომ კითხა, კი არა, უთხრა პრეზიდენტს, რომ ჩვენო ბელარუსიო თანახმაო, რომ გაწევრიანდეს რუსეთის შემადგენლობაშიო, ლუკაშენკო ეუბნება პუტინს, ამ უკანასკნელმა პუტინმა უპასუხა შემდეგნაირად, მხოლოდ რეგიონები ცალ-ცალკე ბელარუსის რეგიონები იგულისხმება, უნდა გაწევრიანდნენ რუსეთის შემადგენლობაშიო, ანუ რასაკვირველია, ბელარუსი მთლიანად აინტერესებს, მაგრამ ესე ნაწილ-ნაწილ შესვლა უნდა ბელარუსისა და არა მხოლოდ ბელარუსისა, რუსეთის პუტინის, რუსეთის შემადგენლობაში და ეს მნიშვნელოვანი, რომელსაც ოდნავ მოგვიანებით თუ ვასწარით და მოვახერხეთ, ჩვენ მიუბრუნდებით აი ამ რაკურსს, მიუბრუნდებით ამ თემას და საქართველოსთან მიმართებაშიც ვიტყვით მსგავს, ანუ უბრალოდ ახლავე ვიტყვი, რასაკვირველია რუსეთს უნდა მთლიანად საქართველო, მაგრამ რომ ვიცოდეთ მაინც შესაძლოა მას უნდოდეს ნაწილ-ნაწილ საქართველოს ნაწილ-ნაწილ მიერთება რუსეთის ფედერაციასთან, რომ უკვე შემდგომ ათწლეულების შემდგომ თუნდაც ამ მიზეზით ერთი რეგიონი რომ იტყვის არა, აღარ მინდა რუსეთთანო, მეორე რეგიონმა კითხვას, როგორ გეკადრებათ ჩვენ რუსეთთან ვრჩებით. ახლა წარმოვიდგინოთ ვითარება ამგვარი, რომ ასრულდა ან შესრულდა პრეზიდენტ ტრამპის, რომელსაც მე არ ვაკრიტიკებ, მაინც და მაინც ამ კუთხით არ წარმოვა ჩვენ ახლა პრობლემას თუ საკითხს, პრეზიდენტ ტრამპის ეს მწველი სურვილი და დასრულდა ომი, ან შეწყდა სისხლის ღვრა, ან შეწყდა ომი. ცხადია, ეს კარგია, ყოველგვარი მაგრამის გარეშე ადამიანები არ დაიღუპებიან, შეჩერდება ომი, არ იქნება ამდენი ტრაგედია, უკრაინის მხარეს რასაკვირველია, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართაც და ის კატასტროფა, რომელიც დამართა რუსეთმა და მხოლოდ რუსეთმა უკრაინას, ეს იქნება დროებით ან სამუდამოდ შეჩერებული, რასაკვირველია, ამას უნდა მივესალმოთ ყოველგვარი მაგრამის გარეშე და მაგრამ აი ამ მაგრამს ახლა მე არ წარმოვთქვა. თუმცა მეორე კავშირ თუმცას მე ალბათ ვერ ავწდები და ვიკითხავ კი არა, ვიტყვი რომ ამ ომის შესაძლო დასრულებას, თუმცა ამ ომის შესაძლო დასრულებას აქვს ერთგვარი ან რამდენიმე უარყოფითი ასპექტიც. და მე გეტყვით რა უარყოფით ასპექტებზე ვსაუბრობ, უთუოდ გაჩნდებიან უკვე შემდგომ პოსტ-ომის პირობებში, უკრაინაში გაჩნდებიან პირები, რომლებიც იკითხავენ და შესაძლოა სამართლიანადაც კი, მაგრამ რისთვის ვიბრძოდით, თუ დარჩენილი უკრაინის უსაფრთხოება არ არის ყოფილი, თუ დარჩენილ უკრაინას თუნდაც დარჩენილ უკრაინას არ იღებენ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, თუ ამდენი ადამიანი დაიღუპა, დაინგრა მთელი ინფრასტრუქტურა ან ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი, მაშინ რისთვის ვიბრძოდით ჩვენ და ეს იქნება ლეგიტიმური კითხვა, რომელიც ერთ კითხვაში შეგვიძლია გავაერთიანოთ რა გვინდო და მაშინ იმ თავითვე დავნებებულიყავით. ეს ლეგიტიმური კითხვაა, კვლავ ვიმეორებ, თუმცა რასაკვირველია, უსამართლო ამ კითხვაზე პასუხის გამცემი არც არავინ არ იქნება, მეთქი ასე გეტყვით, მაგრამ ამ უპასუხობა შეიძლება განაპირობოს აპათია მთლიანად უკრაინულ საზოგადოებაში, აპათია და ფრუსტრაცია მთლიანად უკრაინულ საზოგადოებაში, აპათია განცდილი საზოგადოება კი, მოქალაქეების უმრავლესობა კი უბრალოდ დატოვებს უკრაინას. ამის შემდეგ დღეის მდგომარეობით უკრაინიდან წასულია დაახლოებით 10-12 მილიონი ან 42-43 მილიონიანი ქვეყნიდან დაახლოებით გასულია 10-12, ოკეი, თუ ვნებავთ ვიტყვი 8 მილიონი მოქალაქე მეთქი და თუ აპათია განცდილი იქნება საზოგადოება, ერთი ამდენი უთუოდ მიემატება, ანუ ადამიანები, რომლებიც ახლა არიან ფრონტის ხაზზე, ისინი შეუერთდებიან თავიანთ ოჯახებს, გახიზნულებს, უმრავლეს შემთხვევაში გასაკვირველია ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოში და აპათიის დანერგვა, ფრუსტრაციის დანერგვა ყველაზე უფრო სერიოზული მიზანი არის რუსეთისა მოცემულ ეტაპზე. აპათია დაანერგილ თუ აპათიან საზოგადოებას, აპათია განცდილ საზოგადოებას
აპათიას განცდილი საზოგადოების ქვეყანას რუსეთი რასაკვირველია იოლად დაიმორჩილებს და აი იმ რეგიონ მეთქი ასე ვიტყვი მიერთებს კიდეს და აქ მხოლოდ დონბასი ან ყირიმი და დონბასი, ან ყირიმი, დონბასი, ზაპოროჟიე და ხერსონი სულაც არ იგულისხმება რუსეთს რასაკვირველია მთლიანი უკრაინა სურს და აქვე ვიტყვი რომ დაიწყება აპათია, ფრუსტრაციის პროცესი და დღევანდელ ჯარისკაცთა როგორც პროგნოზირებენ აბსოლუტურად მართებულად 70-80% წავა, უბრალოდ წავა უკრაინიდან დატოვებს უკრაინას და მეტიც უკრაინას დაატოვებენ ახალგაზრდები, ახალგაზრდობა, საშუალო ასაკის მოქალაქეები, აი სხვები კი ვინც დარჩებიან უხეშად 60 წელს გადაცილებული მოქალაქეები, ისინი რასაკვირველია რეზისტენტულები ვერ იქნებიან, ისინი ვერც გაუწევენ წინააღმდეგობას რუსეთის იმპერიას, რომელსაც მიღწეული ექნება მისი თავარი მიზნისათვის ჩამოშლილი ექნება, ეყოლება მთლიანად უკრაინა. ახლა შეეხება ზელენსკის, ხო ზელენსკი იქნება თუ არა იმ ხანად უკვე პრეზიდენტი მე ულახდილად გეტყვით არ მგონია, შეიძლება პრეზიდენტი და ეს კარგი ვარიანტია რომ ზელენსკი თუ არ იქნება, მაშინ იყოს ზალუჟნი, თუ 2025 წელს გაიმართება არჩევნები, გენერალი ზალუჟნი მიიღებს მონაწილეობას ამ არჩევნებში, პრეზიდენტი ზელენსკია ახლა კადრში, გამოჩნდება რამდენადაც ვიცი პრეზიდენტი კი არა, გენერალი ზალუჟნიც, შესაძლოა მომავალი პრეზიდენტიც, მეორე ტურს პროგნოზირებენ ეპინები, რომლებიც ძალიან ახლოს იცნობენ უკრაინის პრობლემატიკას და შიდა საქმეებს, გენერალი ზალუჟნი კარგი ვარიანტია მეთქი, ასე ვიტყვი, აი ისიც გამოჩნდა, დიდი გენერალი მეთქი, ასე ვიტყვი, რასაკვირველია დიდი გენერალი, ახლა ბრიტანეთში უკრაინის ელჩი და დასავლეთის ცალკეული ლიდერების ან ცალკეული პოლიტიკური წრეების უდავო ფავორიტი, მაგრამ აქ იგითხარით რომ აპათიის დანერგვა არის რუსეთის უმთავრესი მიზანი, მაგრამ ზალუჟნის კიდევ რა უჭირს, ახლა არ ვიცი ჩვენ გვაქვს თუ არა მედვედჩუკის კადრი, არსით რუსი, კონცეპტუალურად რუსი პოლიტიკური პერსონისა, არა ბანდიტისა, დიახ, გამოჩნდა მედვედჩუკიც, რომელიც იცით თქვენ არის მთელი ამ ოკუპირებული რეგიონების გუბერნატორი და რუსეთი ვინც ის იქნება ამზადებს კიდეც სწორედ მედვედჩუკს ან მედვედჩუკის მსგავს უკრაინის მომავალ ლიდერად და თუ 8 მილიონი კაცი წავიდა, თუ ბევრი დაიჭირეს, ბევრი გააქციეს, ბევრი ფრუსტრაცია მოხდა, ბევრი გაასახლეს და ასე შემდეგ, რატომაც არა, სწორედაც რომ არჩევნილ მოსახლეობაში მედვედჩუკს ესე ვიტყვი, საკუთარი ჰიბრიდული სპეცოპერაციით არჩევინებენ დარჩენილ უკრაინაში დარჩენილ არმიდა ესეთი რიცხვი თქვა, მაგრამ უხეშად 15-17 მილიონ მოქალაქეს ამომრჩეველს კი ნამდვილად რომელიც სხვათა შორის შესაძლოა უკვე შემდგომ ფიქრობდეს ასე დაუსრულებელ საშინელებას, არა დაუსრულებელი საშინელება უარესია ვიდრე საშინელი ბოლო, ხო? ან შეიძლება სხვაგვარადაც ითქვას, დაუსრულებელი საშინელება არის, აი რო არ სრულდება ის უარესია და საშინელი ბოლო არის უკეთესი, შეიძლება ასეც იფიქროს ბევრმა მოქალაქემ და არა მხოლოდ უკრაინაში, თუმცა თემაზე საქართველო ჩვენ რასაკვირველია გადავალთ. აქ კიდევ ერთი ასპექტია და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, რომ რუსეთს ამ გეგმის თანახმად ერთ-ერთი ან მნიშვნელოვანესი და ყველაზე მთავარი გეგმის თანახმად სურს, რომ ჩაასახლოს ციმბირიდან, შორეული ციმბირიდან მოქალაქეები უშუალოდ უკრაინის ტერიტორიაზე და შესაბამისად მე ისინი გარდაქმნას ამომრჩევლებად და ამით მთლიანად მოახდინოს უკრაინის დესუვერენიზაცია, დეუკრაინიზაცია, მეთქი ასე გეტყვით, აი ამ ბოროტკაც სურს ამის გაკეთება. როდესაც ამ სცენარზე საუბრობ, მე არ პროგნოზირებ მაინც და მაინც ამ სცენარს, მე არ ვამბობ, რომ ეს გარდაულად ასე მოხდება, მე უბრალოდ ვამბობ, რომ ეს არის რუსეთის მაქსიმალური ან მაქსიმალისტური მიზანი და ერთ-ერთი სცენარი, რომელიც აი ამ კაცის პრეზიდენტ პუტინის მაგიდაზე იდეალური სცენარი მეთქი ასე ვიტყვი, დევს პრეზიდენტ პუტინის მაგიდაზე. ახლა გადმოვერთოთ ამასობაში საქართველოზე და ჩვენზეც გადმოვიტანოთ ეს სცენარი ან ეს ანალიზი. დიახ, საქართველოში არ არის ომი და ეს ძალიან კარგია, აკი გითხარით რომ კარგია, ომს ყველაფერი სჯობს, ყოველგვარი მაგრამის, თუმცა ან სხვა კავშირის
გამოყენების გარეშე, მაგრამ მაინც ეს კავშირი, მაგრამ უნდა ვიხმარო, ჩვენთან არ არის ერთის მხრივ ომი, მაგრამ მეორეს მხრივ არ არის არანაირი სახელმწიფო პოლიტიკა, რომლის უპირველესი ან ერთ-ერთი პირველი მიზანი უნდა იყოს რეზისტენტობის გამომუშავება თუ სახელმწიფოსი და თუ სახელმწიფოსთან შეზრდილი სახელმწიფოში არსებული საზოგადოებისა და ჩვენ სამწუხაროდ ჩვენი ეგრეთ წოდებული ხელისუფლება არც ახლა და არც მაშინ როცა ის ეგრეთ წოდებული სულაც არ იყო ანუ 2024 წლის 26 ოქტომბრამდე სულაც არ ამზადებდა ქართულ საზოგადოებას და პირიქით საზოგადოებას ამ ხელისუფლების ბანდები ოფიციალურად წოდებული ბანდები ვისაც რეზისტენტობის რამე უნარი შერჩენიან სურვილი აქვს ან მზაობა აქვს აი ეს ბანდები უპირისპირდებიან და უპირისპირდებიან იცით თქვენ საქართველოსთან მიმართებაში ნაცვლად იმისა რომ ხელისუფლებად წოდებული ბანდა ქმნიდეს ფორპოსტებს წინააღმდეგობისა ანუ რეზისტენტობისა ხო როგორც მოიქცეოდა ნებისმიერი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხელისუფლება სახელმწიფოებრივად მოქმედი ხელისუფლება ხო პირიქით ეს ხელისუფლებად წოდებული ბანდა თითქოს მიხვება და დახვება რუსეთის ამ სცენარს ხელ ჩამოშვებულიც არ არის რეალურად უწყობს ხელს რუსეთს ამ სცენარის განხორციელებაში და ეს სწორედ ეს არის აღსანიშნავი ბედის ანაბარა არის მიგდებული საქართველოს იმ შემთხვევაშიც კი თუ ჩვენ ერთი წამით დაუშვებთ დაუშვებელს წარმოუდგენელს და ვიტყვით რომ რუსეთის კარნახით არ მოქმედებს ბიზინა ივანიშვილი რუსის ხელისუფლება დიახ ხო, საქართველოს მოსახლეობამ რომ ვერ ჩაად აქვე უნდა ვთქვათ რომ საქართველოს მოსახლეობამ რასაკვირველია ვერ ჩააბარა ლოიალობის განცდა ლოიალობის გამოცდა რუსეთის მიმართ და პუტინის წარმოგზავნილის საქართველოში ივანიშვილის წარმოდგენით სწორედ ამიტომ ქართული საზოგადოება უნდა დაისაჯოს და აი ამიტომ ბიზინა ივანიშვილი პერსონალურად რუსი თავისი მენტალიტეტით ანუ ოკუპანტი რომ ის სჯის დასჯის ქართულ საზოგადოებას და ახლა გეტყვით რას გულისხმობ ამ დასჯაში მათ შორის ყველა სასაკვირველია ის ვერ დაგვიჭერს ყველას მიმართ სასაკვირველია ის რეპრესიას ვერ განახორციელებს მაგრამ თუ პირობითად 200,000 ახალგაზრდას უხეშად 25 წლამდე ახალგაზრდას 30 წლამდე ახალგაზრდას გააქცევს ქვეყნიდან თუ 30-დან უხეშად 45 წლამდე მოქალაქეების გარკვეული ნაწილი გაიქცევა მაგრამ გარკვეული დარჩება და შეეგუება ხო გაკოცდება არა სწორი სიტყვა თუ შეეგუება იმ ვითარებას რა ვითარებაშიც ჩვენ აღმოჩნდებით თუ 45-დან 50 წლიდან 65 წლამდე მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილი შეეგუება და პირიქით შეიძლება გადავიდეს კიდეც ივანიშვილის მხარეს მიზეზთან გამო იმიტომ რომ ეს მოწყვლადი ჯგუფია მით უფრო ის მოწყვლადი ასაკობრივი ჯგუფია მით უფრო მოწყვლადები არიან 60 წელს გადაცილებული უმრავლესობას გულისხმობს ცხადია და ასე შემდეგ თუ ამასობაში რუსეთიდან ციმბირიდან თუ ტაიგიდან თუ ბურატიიდან ჩამოასახლებენ და სხვადასხვა მექანიზმების საშუალებით ქართული რუსული ხელისუფლება ანუ ბანდა მათ მისცემს მოქალაქეობას ოკეი მოქალაქეობას არა და თუნდაც მისცემს ეგრეთ წოდებული დროებითი დროებით საცხოვრების და დროებით ცხოვრების უფლებას და ასე შემდეგ საქართველოს გარკვეული პერიოდის შემდეგ ნამდვილად აღარ ერქმევა და აკი გითხარით კიდეც რომ ჯერ კახეთს ასე მაგალითად მერე ქართლს ასე მაგალითად შიდა ქართლს თუ გორის რაიონს მერე უკვე თქვა თავის იმერეთს პირობითად და ასე შემდეგ ესე ნელ-ნელა მიერთებს რუსეთის ფედერაცია და ეტაპ მიერთებს დაშლის და მე რატო უნდა აღვნიშნავ ამას კიდევ დამატებით იმიტომ რომ დღევანდელი რუსეთის ლიდერი პრეზიდენტი პუტინი გაცილებით უარესია ჭკუანასწავლი და უარესია საქართველოსთვის და უკრაინისთვის ვიდრე ასე მაგალითად მეფის რუსეთი იყო 1801 წლიდან 1917 წლამდე საქართველოსთვის ან საბჭოთა რუსეთის ლიდერები საბჭოთა კავშირის ლიდერები იყვნენ 21-დან 91 წლამდე მათ შეცდომებზე ისწავლა პუტინმა ჭკუა და მათი შეცდომების გათვალისწინებით ის აპირებს რომ მთლიანად მოანგრიოს საქართველოს სუვერენიტეტი დესუვერენიზაცია დესახელმწიფოებრიობიზაცია დესაქართლოიზაცია მოხდეს ჩვენი ქვეყნისა და
და ეს ასეც მოხდება თუ ბიზინა ივანიშვილი გადაგვტეხს ჩვენ წელში და ვაკი გითხარით რომ ეს არის რუსეთის მიზანი რომელიც ბიზინა ივანიშვილთან ერთად ვერ ეგუება იმას რომ ჩვენ ვერ ჩავაბარეთ არ ჩავაბარეთ გამოცდა რუსეთის მიმართ ლოიალობის დადასტურების ლოიალობის თაობაზე და ახლა გეტყვით რომ ეს სამუდამო ახლა გეტყოდით ასე რომ ეს სამუდამოდ მოხდება საქართველოს გაუქმება და სამუდამო ამბავი იქნება იმიტომ რომ საქართველოს ვეღარ აღდგება ვერც ვეღარასოდეს მეთქი ამის თქმა მინდოდა მაგრამ მეორე მხრივ ამას ვერ წარმოვთქვამ იმიტომ რომ 140 წლის შემდეგ მაგალითად 130 წლის შემდეგ, კარგი 45 წლის შემდეგ გულახდილად ვილაპარაკოთ, ხო? ყველაფერი გულახდილად უნდა ვთქვათ, აღარც პუტინი იქნება ცოცხალი და აღარც ივანიშვილი იქნება ცოცხალი. კვლავ ვიმეორებ 40 წლის შემდეგ ხო წარმოგიდგენიათ, რამდენად მაქსიმალური ვადა პერიოდი ავიღე, თითოეული მათგანი იქნება ასაც მიტანებული, ან ასაც გადაცილებული 40 წლის შემდეგ, რაც პრაქტიკულად წარმოუდგენელია თუ მართლა რაღაც სიცოცხლის გახანგრძლივების ელექსირს არ მიაგნო ამ რომელიმე მათგანმა კატის ღვიძლები არ დალიეს გარეულები ყვავის თირკმელებში. აქედან გამომდინარე, რაღაცა ასეა 40 წლის დაახლოებით 40 წლის შემდეგ იფეთქებს ეს ხაზგასმით მინდა ვთქვა, ახალი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა საქართველოში რუსეთის დღევანდელი და მომავალი იმპერიის წინააღმდეგ და საქართველოს მომავალი თაობები გასაკვირველია ეცდებიან კვლავ ვიმეორებ არ ვამბობ რომ მიაღწევენ მეთქი ეცდებიან საქართველოს სუვერენიტეტის დაბრუნებას და აი შესაბამისად კითხვა დამთავრდება კი საქართველოს ხო აი ეს კითხვა არის ჯერაც პასუხგაუცემელი იმიტომ რომ სამომავლო უხეშად 40 წლის შემდეგ ომები ბრძოლები რუსეთთან ჩვენ გველის და აი აქ არის ერთი უმნიშვნელოვანესი დასკვნა გასაკეთებელი ის ომები იქნება ძალზე სასტიკი და ბიზინა ივანიშვილი იმიტომ არის რუსი ერთის მხრივ ან თუ გნებავთ იმიტომ არის ჩასვრილი და ამას პირდაპირ მნიშვნელობით ნუ გაიგებთ მისი მომხრეები მაინც და მაინც ანუ დამფრთხალი შეშინებული სახელმწიფოს წინააღმდეგ წასული სახელმწიფოს წარსულის სახელმწიფოს აწყოს და სახელმწიფოს მომავლის წინააღმდეგ წასული იმიტომ არის რომ ამას აი მომავალს 40 წლის შემდგომ რაც მოხდება იმას ვერც ჭრეთს ვერც გძნობს ვერც ხედავს არც უნდა რომ დაინახოს და თუ ვინმე ამას უბედავს და ეუნება რასაკვირველია აგდებს თავისი ოთახიდან და თავისი სპეციფიკური იმერული კილოკავით სულაც არ დავცინი ოღონდ ეუბნება რომ გადი გაეთრი ეხლა აქედან ამ სისულელებს ნუ მელაპარაკებიო ეს იმ შემთხვევაში თუ ბიზინა ივანიშვილი დამოუკიდებელი პერსონაა ან იმ შემთხვევაში თუ ბიზინა ივანიშვილი რუსეთის კარდახით არ მოქმედებს ახლა ავირჩიოთ რა სჯობს როგორი ივანიშვილი სჯობს ერთი მეორეზე უარესია ვინმე იტყვის რასაკვირველია დამფრთხალი ივანიშვილი ჩასვლილი ივანიშვილი მეთქი ასე ვიკითხავ თუ რუსეთის აგენტი ივანიშვილი თუ მესამე ვარიანტიც გვაქვს არც რუსეთის აგენტია ვთქვათ არც ჩასვლილია უბრალოდ ვერ კაჩავს თუმცა ჩემი პერსონალური აზრია რომ ის რასაკვირველია FSB-ს ინსტრუქციებით მოქმედი პირია და ღმერთმა უწყის რატომ რითი ხავს გამოჭერილი FSB-ს ბიზინა ივანიშვილი ახლა ვიდრე დაგემშვიდობებოდეთ მე გეტყვით ერთს და მთავარს საქართველოს გატეხვა შესაძლებელია მაშინ როდესაც ჩვენ წინააღმდეგობას შევწყვეტთ ოღონდ ჩვენ წინააღმდეგობას არ შევწყვეტთ